პირველ დებულებაში, რომ არაფერი არ არსებობს, იგულისხმება პარმენიდესეული, უკვე ჩვენს მიერ განხილული პარმენიდესეული არსიც და არარსიც. მეორე დებულება, რომ კიდევაც რომ არსებობდეს, მაინც შეუმეცნებელი იქნება, ესეც წინააღმდეგობრივი არის, იმიტომ რომ იმას, რასაც ადამიანი ვერ იმეცნებს, ვერც გრძნობადი და ვერც გონებითი შემეცნებით, ის ფაქტიურად ადამიანისთვის არარსებული არის. ანუ რახან მან არ იცის მის შესახებ არაფერი, მაშინ ის მისთვის არარსებული არის. თუმცა თუ იცის, რომ არარსებული არის და თუ იცის, რომ რაღაც არსებობს, მაგრამ ვერ იმეცნებს, ეს კითხვა მაინც ღიად რჩება. მესამე დებულება, შემეცნებადი რომც იყოს, მაინც შეუძლებელი იქნებოდა სხვისთვის გადაცემა. დღესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ფილოსოფიის ისტორიაში, ანუ საკითხი დღესდღეობით დასმული არის როგორც ჰერმენევტიკული პრობლემა, ანუ სხვისთვის გაგებინების პრობლემა, რომელიც მოითხოვს საგნისა და მისი შესატყვისი ენობრივი ცნების შესაბამისობას. ამით ჩვენ ძალიან მოკლედ მიმოვიხილეთ სოფისტური შეხედულებები პროტაგორასა და გორგიას სახით. ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ დემოკრიტეს მატერიალიზმი, იმისათვის რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვნახოთ როგორ ვითარდებოდა ანტიკური ფილოსოფიის ისტორია ვიდრე სოკრატემდე. დემოკრიტე გახლავთ ელეელი ზენონის მოწაფე, რომელმაც ანტიკურ ფილოსოფიაში მოგვცა ატომისტური ფილოსოფია, წარმოგვიდგინა ატომისტური ფილოსოფია. რას ნიშნავს დემოკრიტესეული ატომისტური ფილოსოფია? ატომი დემოკრიტეს მიხედვით გახლავთ დაუყოფადი ელემენტები, რომლებიც სისავსით გამოირჩევიან. დემოკრიტესეული ატომები ერთმანეთში არ გადადიან, ისინი უბრალოდ ერთმანეთს მხოლოდ უერთდებიან ან სცილდებიან. დემოკრიტეს ატომები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიმრავლით, რადგან ისინი თვისობრიობებს არ ფლობენ. დემოკრიტეს მიხედვით არსებობს ატომთა უსასრულოდ დიდი რაოდენობა და ეს უსასრულოდ დიდი რაოდენობა დემოკრიტემ დაუშვა იმისათვის, რომ აეხსნა სამყაროს მრავალფეროვნება. ანუ სამყაროს მრავალფეროვნებას განსაზღვრავს სხვადასხვაგვარი უსასრულოდ ბევრნაირი ატომების რაოდენობა. მაგრამ საგანში, რომელშიც უსასრულოდ ბევრი ატომი არის, ატომებს შორის დემოკრიტეს მიხედვით არსებობს სიცარიელე. ანუ სიცარიელე არსებობს ატომებს შორის და არა თავად ატომში. თავად ატომში სიცარიელე გამორიცხული არის, იმიტომ რომ ატომი, როგორც ვთქვით, სისავსით არის გამორჩეული. დემოკრიტეს მიხედვით ატომი და სიცარიელე ერთდროულად არის წარმოშობილი. ანუ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ატომი უფრო პირველადი არის ვიდრე სიცარიელე. ორივე ერთდროულად წარმოიშვა, რადგანაც ატომები არსებობენ სიცარიელეში. მაშინ ისვის კითხვა, რაში სჭირდება თვითკმარ სავსე ატომს სიცარიელე? დემოკრიტეს მიხედვით ატომისათვის დამახასიათებელი არის თავისი ბუნებიდან გამომდინარე, დამახასიათებელი არის მოძრაობა. ანუ თავიდან გაჩნდა როგორც ატომი, ასევე გაჩნდა მოძრაობა. და აი ამ მოძრაობის განსახორციელებლად ატომს სჭირდება სიცარიელე. ანუ ატომები მოძრაობენ სიცარიელეში. ატომთა მოძრაობის გარეშე კიდევ შეუძლებელი იქნებოდა სამყაროს მრავალფეროვნების წარმოშობა. დემოკრიტე მოძრაობის ცნებას ავითარებს და ამბობს, რომ არსებობს სხვადასხვაგვარი მოძრაობა. პირველი სახის მოძრაობა ეს არის სწორხაზოვანი მოძრაობა, ანუ ატომები სწორხაზოვნადაც მოძრაობენ. მეორე სახის მოძრაობა გახლავთ ქაოტური მოძრაობა, ანუ ეს სისავსით გამორჩეული ატომები ქაოტურადაც მოძრაობენ და მესამე სახის მოძრაობა გახლავთ მოწესრიგებული, ანუ კოსმოსური მოძრაობა.
დემოკრიტი ამბობს, რომ თავიდან ატომები სიცარიელეში მოძრაობენ სწორხაზოვნად. უბრალოდ ეს სწორხაზოვანი მოძრაობა ასე ვთქვათ, ირღვევა იმის შესაბამისად, თუ როგორი ატომები, ანუ როგორი სიმძიმის ატომები მოძრაობენ სწორხაზოვნად. ანუ თუ ერთბაშად მძიმე ატომები მოძრაობენ სწორხაზოვნად, მაშინ გვექნება ჩვეულებრივი სახის მოძრაობა, მაგრამ თუ მძიმე და მსუბუქი სახის ატომები მოძრაობენ, მაშინ ეს მოძრაობა ნელ-ნელა, სწორხაზოვანი მოძრაობა ნელ-ნელა გადავა ქაოტურ მოძრაობაში. ქაოტური მოძრაობა კიდევ, ანუ მეორე სახის მოძრაობა არის მოძრაობა, რომელიც ნელ-ნელა მოაწესრიგებს ამ ქაოტურ მოძრაობას, იმიტომ რომ თუ ვთქვათ მსუბუქ ატომს დაეცა მძიმე ატომი, უფრო მძიმე ატომი და უფრო სწრაფად წავიდა ვარდნა, შესაბამისად უფრო ნელ-ნელა უფრო სწრაფად და აჩქარებული იქნება ეს სწორხაზოვანი მოძრაობა, სწორხაზოვანი ან თუ გნებავთ ქაოტური მოძრაობა. ანუ ის ნელ-ნელა სადღაც ბოლოსკენ მოწესრიგდება და მიიღებს მოწესრიგებული, ანუ კოსმოსური სახის მოძრაობას, ანუ ვიღებთ კოსმოსური სახის მოძრაობას. დემოკრიტე ამბობდა, რომ აი ეს მოძრაობა, სწორედ ეს არის პროცესი, რომელიც თავად მოძრაობის კანონის თანახმად, ანუ თავად მოძრაობას აქვს შინაგანი კანონი, რომელიც მოქმედებს თავად მოძრაობასთან ერთად და შინაგანი ამ კანონის მიხედვით ზოგადად ატომები მოწესრიგდებიან, მათი მოძრაობა მოწესრიგდება კოსმოსად. არა მხოლოდ კოსმოსად, არამედ კოსმოსებად. ის უშვებს მრავალი კოსმოსის არსებობას, მათ წარმოშობას და დაშლას. ეს უკვე ატომებზე არის დამოკიდებული. დემოკრიტე შემეცნების თეორიაში აღიარებს გრძნობით შემეცნებას. ის ამბობს, რომ ადამიანის გონება ჯერ გრძნობითი შემეცნებით იწყებს საგანთა შემეცნებას, ანუ იწყებს აღქმებით, ხოლო შემდეგ გადადის გონება ატომთა ურთიერთმიმართებაზე, ანუ ჩასწვდება შემდეგ გონება უკვე აღქმის სიღრმეში არსებულ ატომთა ურთიერთმიმართებაზე. ამ სიღრმეში კი გონებას უკვე შეუძლია დაინახოს არა მხოლოდ ატომი, არამედ ატომების, ასე ვთქვათ, სივრცე, რომელსაც დემოკრიტემ სიცარიელე უწოდა. ატომსა და სიცარიელეზე დემოკრიტე საუბრობს თავის ნაშრომში დიდი დიაკოსმოსი, ხოლო ადამიანის შესახებ ისაუბროს მცირე დიაკოსმოსში. ისაუბრობს სულსა და სხეულზე, ოღონდ სხეულს ის არ განიხილავს როგორც სულის საპყრობილეს. პირიქით ის ამბობს, რომ სხეული ეს არის სულის ხელსაწყო საშუალება იმისათვის, რომ სულმა იარსებოს, იმისათვის, რომ სულმა თავისი მიზანი განახორციელოს. ყველა ქმედებაზე, რასაც კი სხეული სჩადის, დემოკრიტეს მიხედვით პასუხისმგებელი არის სული. ამიტომ არის რომ დემოკრიტეს მიხედვით ადამიანის ლტოლვების, ვნებების მოთოკვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის არის ადამიანის სულის მიზანი. ანუ ეს არის უმაღლესი ნეტარების მიღწევა, ანუ ადამიანის სულს ის განსაზღვრავს როგორც სულიერ სიმშვიდეს, რომელიც სწორედ რომ ვნებებისა და ლტოლვების მოთოკვაში მდგომარეობს. დემოკრიტეს მიხედვით ეს არის ადამიანი, ეს არის არსება, რომელიც გამუდმებით ბუნებასთან მიმართებას სწავლობს. ეს არის არსება, რომელმაც
თავად ცხოვრება უნდა ისწავლოს ბუნებასთან ურთიერთობაში. ანუ ბუნების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ისწავლობს ყველა იმ საქმიანობას, რაც კი ადამიანს ახასიათებს, რაც კი ადამიანის ხელიდან მომდინარეობს. მაგრამ დემოკრიტე ამბობს, რომ ერთადერთი რამ, რაც შეიძლება, ანუ ადამიანს რაცაც ადამიანს ვერ ასწავლის ბუნება, არის ნატიფი ხელოვნების შექმნა და ამ ნატიფ ხელოვნებაში ის გულისხმობს მუსიკას. ეს არის ხელოვნება, რომელიც ადამიანმა ბუნების მოთხოვნილებების შესაბამისად კი არ ისწავლა და გამოიგონა, არამედ ყოველგვარი გასაჭირისაგან, ყოველგვარი საზრუნავისაგან თავისუფალმა, დასვენებულმა გამოიგონა ნეტარებისათვის მუსიკა საკუთარი სულის უფრო გამშვენიერებისათვის, უფრო საკუთარი სულისთვის უფრო მაღალი დონის ნეტარების მინიჭებისათვის. ამგვარად მოვხაზეთ ჩვენ წინა სოკრატემდელი ფილოსოფოსები და შემდგომ ლექციას ჩვენ უკვე სოკრატეს ფილოსოფიის განხელვით დავიწყებთ. მადლობა ყურადღებისათვის.